ივანიშვილი უკან ვერ იქნებს. ძალიან მყიფე არის მისი რეჟიმი. თუნდაც ეს ღირსების ორდენები და დანარჩენი ის ღონისძიებები, რომელიც მათ მიიღეს, გულისხმობს და ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, რომ ეს არის ის ერთადერთი გზა, რითაც უნდათ აჩვენონ თავიანთ პოლიციელებს, ხელმძღვანელებს, რომლებიც ჯერ კიდევ ნომინალურად ემსახურებიან, რომ ყველაფერი თითქოს რიგზეა, არაფერს არ ეპუებიან, მაგრად დგანან, მაგრამ ემსგავსებიან ხეს, რომელიც გახმა არის ქარიშხალი, ვერ იხრება და ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს, ის არის რომ გადატყდება შუაში და დაემხობა მთლიანად. რატო ხდება ესე? იმიტომ ხდება, რომ სამწუხაროდ საქართველოს ჩამოყალიბდა არა მარტო როგორც ავტორიტარული ქვეყანა, არამედ როგორც სპეციფიური ტიპის ავტორიტარული ქვეყანა, რომელსაც სულთანისტურ ავტორიტარიზმს უწოდებენ. სადაც მხოლოდ ერთ ადამიანზე არის დამოკიდებული ის რა სიტყვის მისი მეორე ნომერი, მისი მესამე ნომერი, მეოთხე ნომერი. ანუ ფაქტობრივად ოცნებას, ქართულ ოცნებას პოლიტიკოსები საერთოდ არ აყავს ბიძინა ივანიშვილის გარდა. ნებისმიერი დანარჩენი პოლიტიკოსი დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან, ვითომ პრეზიდენტიდან, უმრავლესობის ლიდერიდან, პარლამენტის თავმჯდომარიდან არ წარმოადგენს არანაირ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალას საკუთარ პარტიაშიც კი. არ არსებობს ქართულ ოცნებაში, როგორც ჩანს, შიდა დისკუსიები. ერთადერთი დისკუსია, რაც შეიძლება მიმდინარეობდეს, ეს არის, რომ ვინ მოეწონება ბიძინას უფრო მეტად. მაგრამ ის, რომ თქვათ, ბიძინა ივანიშვილის აზრს დაუპირისპირდეს, თქვათ, უფრო ლიბერალური, ესე იგი, მე ვიტყოდი ზომიერი ფრთა, თქვათ, მდინარაძის ხელმძღვანელობით, ეს იქნება აბსურდი და ნონსენსი, ხო? მაგრამ ამავდროულად, მე მინდა მაინც პროტესტის თემას შევეხო და იმას, რომ პროტესტი თითქოს თავიდან დაიწყო. პროტესტი თავიდან დაიწყო და იწყება ყოველთვის, როდესაც ქართული ოცნება აკეთებს ისეთ განცხადებას, როდესაც ქართულ ხალხს უდგება ჯიბში და იწვევს მას. ამიტომ ქართული ოცნება ყალიბდება სინამდვილეში იმად, რაც არის. ქვეყნის ამრევად. როდესაც მათ შემოიტანეს ეს დევიზი, რომ არ აგარევინებთ, თვითონ ქართული ოცნება არის ის, რომელიც დაწყებული გავრილოვის ღამიდან დაკავებულია იმით, რომ არიოს ქვეყანა, გამოიწვიოს ქართველი ხალხის გულისწყრომა და დაკავებული იყოს ერთადერთი რამით, რომ რამენაირად სადოს დაჩაგროს, შეაშინოს ის ხალხი, რომელმაც გამოიარა ისეთი წლები, რომ არ შეუძლია მონობაში ცხოვრება. ეს არის ის, რაც ვერ გაიგო ბიძინა ივანიშვილმა და ვერ გააგებინა ბიძინა ივანიშვილს მისი პარტიის ეგრეთ წოდებულმა ლიდერებმა. იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, მათ უმრავლესობას ძალიან კარგად ესმის, რომ ესე ცეცხლის გაღვივება არანაირად არ შედის ქართული ოცნების ინტერესებში, მაგრამ ეს ვერ გააგებინეს ბიძინა ივანიშვილს. რაც ხდება ახლა, არის სწორედ ის, რომ სინამდვილეში, როგორც ეს ქოცური გვერდი ამბობს, ხომ? სინამდვილეში ქართული ოცნება არის ქვეყნის ამრევი და ქვეყანაში შვიდობის აღმომხრელი. ეს ასე ჩანს. რა გააგებინებს, უფრო სწორად რა მიიყვანს მას გადაწყვეტილებამდე, თუ მის ირგვლივმყოფები მას ვერაფერს ეუბნებიან. და შეიძლება ირგვლივმყოფებზე წნეხი თუ მათი დასანქცირებაც არ იყოს მაინც და მაინც ივანიშვილისთვის რაღაც ისეთი, რომ მან გადაწყვეტოს რაღაც გადაწყვეტილება. ივანიშვილზე მარტო ეს არის, როგორი რაღაცა რას ველით ჩვენ სულთანისტური რეჟიმის დროს. ველით იმას, რომ ერთბაშად უარს იტყვიან მისი ბრძანებების შესრულებას. ამის ტენდენცია უკვე თანდათან ჩანს. ჩვენ ხომ გავიგეთ იმ ადამიანების შესახებ, რომელმაც ზოგმა დატოვა გდდ, ზოგმა დატოვა კიდევ სხვა უწყება, უამრავი ხელმოწერები გავრცელდა პროტესტის, იგივე ეროვნული ბანკიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა უწყებებში ადამიანები პირდაპირ ამბობენ, რომ ჩვენ იმისთვის არ მუშაობდით მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ კლანურ ინტერესებს შევწიროთ ის, რასაც 30 წლის მანძილზე ვცდილობდით, რომ გაგვეკეთებინა. ეს არის საქართველოს დაბრუნება ცივილიზაციასთან, თავისუფალ სამყაროსთან და არა დიქტატორულ ქვეყნებთან და არა იმისთვის, რომ რაღაც კლანს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მუდმივად მართოს ქვეყანა, დაიმონოს ხალხი და დააბრუნოს ისინი ისეთ წყობაში, სადაც მათ შიშით მოუწევთ იმაზე საუბარი, რომ იცი რა მაინც და მაინც კარგი არ იყო, რომ თავის სიძეს გააკეთებინა რომელიღაცა ქუჩა, ხო? ქალაქის მერმა სიტყვაზე. ამაზე დაბრუნება არ გამოდის, ხო?
ფაქტია და სხვათა შორის ერთი რამე მინდა ვახსენო, რომ ჩვენ გვაქვს კონფიდენციალური წყაროები, რომელიც გვეუბნება, რომ სინამდვილეში ახლანდელი გამოკითხვებით, თვითონ ქართული ოცნების გამოკითხვებით, დღეს ქართულ ოცნებას მხარს უჭერს 8-დან 10%-მდე. 8-დან 10%-მდე საქართველოს მოქალაქეების. ამას რა თქმა უნდა არ ამბობენ და პირიქით გამოვიდა ყობახიძე და მორიგი ტყუილი თქვა, ისეთი როგორც მანამდე, ხო, რომ მე არასდროს არ მithქვია, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს წყვეტო, ხო? და თქვა, რომ თურმე 54% უჭერს მხარს ზუსტად ის, რაც CSKOM დასვა. ანუ ნახევარდვილეში გადაწყვეტილების შემდეგ? კი, სინამდვილეში, აი მას მერე რაც ხალხმა ნახა, რომ ეს არ არის წესრიგის დაცვა, როდესაც შენ იმაზე ქუჩაში დავარდნილ ადამიანს ჯერ ქუსს ურტყავ და მე შენი მეგობარი მოდის და უკვე პირდაპირ ურტყავს ნასოკს სახეში, ხო? ეს არ არის წესრიგის დაცვა და ეს არ არის, ასე ვთქვათ, წესრიგის დამყარება. არც ის არ არის ნამდვილი პოლიციელი, რომელიც ამბობს, რომ აიო, გამექცნენო და ვიდეოზე არის გადაღებული, როგორ მიყვება ნიღბიანებს, ან კიდე ის, რომელიც ამბობს, რომ რამექნა ხო არ ვესროდიო 30 ადამიანი, რომ ერთს ურტყავს, ხო? აბა რა უნდა გააკეთოს პოლიციელმა, ხო? და მე უკვე მინისტრის მოადგილე, რომელიც დაასანქცირეს, ამბობს, რომ სწორად მოიქცა, რო გადასცა და არ ჩაერიაო. აბა რისთვის არის პოლიციელი, რისთვის დადო პიცი? იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაიცვას? ამისთვის გვინდა ჩვენ პოლიცია? და აი ამის მერე უკვე გასაგებია თუ რატომ არის ეს ამ ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება არალეგიტიმური, არაკანონიერი. და ამიტომ არის, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამას ამბობს და მის სიტყვას აქვს ძალა. და ამიტომ არის, რომ უპრეცედენტოდ თავრობა, რომელიც დე-ფაქტოდ ხელისუფლების სათავეშია, არ არის აღიარებული უკვე რამდენი ქვეყნის მიერ. თავისუფალი სამყაროს 90%-ის მიერ.